უკვე წესად გადამექცა, რომ ჩემს ძვირფას გამომწერებს, განსაკუთრებით ერთგულ გამომწერებს, პრინციპში ყველას, ვინც ქურუმ ქალს დაალაიქებს და უკვე გამოწერილი აქვს და შეხვდება ეს ვიდეო. დიდი სიამოვნებით მინდა გაგიოლოთ ეს რთული ცხოვრება. ძალიან ძველი და ნაცადი ხერხები მინდა გასწავლოთ ჩემო ძვირფასებო. დავიწყოთ იმით, თუ როგორ უნდა დაიწყოთ დღე. გაახილეთ თქვენი ციმციმა თვალები და დილიდანვე შეგიძლიათ მოიალერსოთ თქვენს უმაკიაჟო სახეს და უბანელ თმებს, ზოგადად თქვენ ნამდვილ გამოსახულებას და სარკეში ასე უთხრათ. ჩემი ბედნიერება ყოველთვის დამდევს უკან და მომიყვანს იმას, რაც საჭიროა. აი ეს 40 დღის განმავლობაში გააკეთე, ძალიან მარტივია. ჩემი ბედნიერება ყოველთვის დადის ჩემს უკან და მომიყვანს იმას, ჩემთან მოვა ის, ან თქვენ ასე შეგიძლიათ თქვათ, რაც საჭიროა. და კიდევ მინდა რაღაცა გასწავლოთ, რომელიც მართლა უძველესია ბებუებიდან ვიცით, ძველი ხალხიდან და როცა აპირებთ სახლიდან გასვლას, როცა მნიშვნელოვან საქმეზე მიდივართ, თუ მანდა მაინც არა. აი ნებისმიერ შემთხვევაში თუ გაგეხსენდებათ და ეს თუ ჩამოაშორეთ, ანუ კიდე პატარა ფურცელზე დაწერეთ და გააკარეთ გასასვლელ კარებთან ბოლო თუ გულმავიწყობას უჩივით. და რა უნდა თქვათ ყოველ ჯერ სახლიდან გასვლის წინ. აი ესეთი სიტყვები შეგიძლიათ ჩაიწეროთ და შეგიძლიათ აი ეხლა ძალიან მარტივი და უდიდესი ძალისა და კოსმოსური ზეციური ენერგიის ფლობელია ჩემო კარგო ადამიანებო. მაშასე უფალი ღმერთი წინა, დედა ღვთისმშობელი უკან, ფარველი ანგელოზები გვერდით მიდგანან, ადგილი არა ჩემი მტრების ჩემს გვერდით. ამინ. გავდაისახეთ პიჯვარი და წადით. ხო მარტივია. კიდე გავიმეორო, თუ გადაახვევთ. მოდი ესე გავაკეთებ, მე დაგიწერთ კომენტარებში ან ანოტაციაში. და რადგანაც ეს ყველაფერი გშველის გონებით, თვალით, გშველის ჩვენი შინაგანი რწმენით და ბევრი სხვა ბერკეტებით მუშაობს, რა შეიძლება გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერმა რატომღაც არ გიშველათ. აი აქ საქმე მარტივად არის. აქ არაფერი სიტყვები არ არის. მაგალითად რაღაც აკვიატებული იდეა გაქვს, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს, არც კეთდება, არც ფუჭდება. ნუ ყოველ შემთხვევაში თავი მოგაბეზრა ამ საშინელმა ფიქრმა, ერთი და იგივეს ჩახველმა ფიქრმა. რას ვაკეთებთ? ვიღებთ ჩვენს ორივე ხელის არათიც და ცერთითზე, აი ესე ვაჭერთ. ფეხები არ გადააკვანტილოთ, როგორც იტყვიან, არ გადადოთ ერთმანეთზე. ესე იღავით თავისუფალი და დააჭირეთ, რაც შეგიძლიათ, ოღონდ ისე რომ არ იტკინოთ. და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენ ნამდვილად იგრძნობთ, რომ იმ აკვიატებულმა ფიქრმა, იმ ფიქრმა, რომელიც აღარ უნდა მოვიდეს თქვენს გონებაში და აღარ უნდა დაიდოს ბინა და გადაიფაროს პლედი და წინ კონიაკით გელაპარაკოს აბეზარმა კითხვებმა. აი ამ მოძრაობით მომენტალურად იგრძნობთ, რომ ის შეწყვეტს თქვენი ტვინის ბურღვას. მე ძალიან მიყვარხართ, იმედი არ გიბურღავთ ტვინს, პირიქით მინდა რა შეიძლება ბევრი სასიკეთო რჩევები მოგცეთ. პირადი კონსულტაციასთან დაკავშირებით იცით როგორაც უნდა მოიქცეთ, არა მარტო პირადი კონსულტაცია დარზე, სხვა მეტად საინტერესო და საჭირო დღევანდელ ქაოტურ და თავპირის ეპოქაში, გამოტვალისწინებელი ნაბიჯებისა და უცნაურობათა გახსნისა და გაცხადების ეპოქაში. ძალიან მეყარხართ, რა უნდა გავაკეთოთ, რასაკვირველია გავინაწილოთ, რასაკვირველია ავდგეთ და დავალაიქოთ, ესეც უკვე მადლიერება, შეგეწევათ ამ ყველაფრის ძალა, რაც გულითა და სულით გასწავლით და დატოვეთ თქვენებური ვერსია კომენტარებში. დიახ, უფალი ღმერთი ჩვენთან არის. დიდება მის სახელს, კოსმით გეხვევით და აბა გელოდებით.